ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. თავის ნამუშევრებს აქ სირიელი მხატვარი აბდალა ომარი წარადგენს. ომის ხიბლი ესაა ექსპოზიციის სახელწოდება, რომელიც ამ თემაზე შექმნილ ნახატებს და ინსტალაციებს აერთიანებს. ხატვის გარდა აბდალა ომარი კინოშიც მუშაობს. მისი ფილმი დამასკოს კინოს საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი. გარდა ამისა მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. ამ საინტერესო ხელოვანის ემოციურად დატვირთულ ნამუშევრებს დამთვალიერებელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს 18 საათიდან იხილავს. გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით შევხვდით ამის ნამუშევრებს და საკმაოდ საინტერესო ნახატები აქვს. უმარს ჩვენი მიზანი არის, ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანი არის, რომ თანამედროვე მხატვრობას და ახალგაზრდა მხატვრებს შევუწყოთ ხელი, დაუთმოთ დარბაზი და სხვადასხვა გამოფენები მოუწყოთ. საქართველოში გამოფენას პირველად ვაწყობ. ჩემს ნამუშევრებში ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების ბავშვების ხასიათის ჩანს. ამ კონკრეტული გამოფენისთვის ძირითადი თემა სირიაში მიმდინარე კონფლიქტები და სირიელი ბავშვები არის. ჩემი ბოლო ფილმიც სწორედ ამ თემას ეხება.